დღეს იცხე მშვიდობის, დღეცხელა მშვიდობის გაუმარჯოს. კაცო, თეთრი ნასკები გამოვხარში. გამოვხარში როგორ ანუ ესე რაც წამოვადუღებს სავით ხო იცით და მე ადვილად ირეცხება. იცია. ხო და მე მგონი ისა და მარტო თითებზე გამაცვია. აი ესე წარამარა უნდა სველი ხელი თუ არ გადავივისვი. პირთამალა მაქვს ეს თავი. არაფერი ზეც საქმე არა მაქვს, მინდა გითხრათ. ავადავლია და მივატანე რაღაცა ნახეთ. აი რულეტივით რო რაღაცა შოკოლადისა და აშკარად მოძრაობს. მაღლა მოვალაგეთ ხო იცით გუშინ ხა იგი არ დაგვიტოვია და ნუ კი მტვერი იქნება. მე უბრალოდ ერთს გამოუსმე ყველა ოთახში რომ ხო და დანარჩენი ისეთ საქმე არაფერი არ მაქვს. მე და გოგოები ვართ სახლში. მარტო მე ვარ ფეხზე, ისინი ისევ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არიან. და რომელიც არქეთ 11-ის ნახევარ. ხო და ლაშა და ივანე იქ არიან. სკოლაში ლაშასთან გამოცდა აქვთ ბავშვებს და ივანეს ქართული აქვს. გადავწყვიტე რომ აი ეს რამდენი ხანია რომ მინდა მოშორება და თან რადგან ფრჩხილები კარგად გამეზარდა და არა უშავრა რა, ანუ ოდნა მოვიქლიბავ ეხლა და გავისწორებ, მაგრამ რატომღაც მომინდა წითელი მანიკურის წასმა. მართალია წასმის შემდეგ ჭურჭელი ეხა კი ამ წუთას არ მაქვს, მაგრამ ჭურჭელი რამე რომ მექნება. საღამოდე მეკეცლება რა. მერე გავაკეთებ ეკონომია რო ვიცი ხოლმე, გადავისმევ ზედვე. ხო, ეგრე. საღამოს კიდე რას გავაკეთებ არ ვიცი. ცხელა აშკარად. გუშინ ვესაუბრე ჩემ მეგობარს, მე ჯვარით ვისთანაც ვიყავით, ამოუდა ლამით უმიყურებ. ეყოლა მეორე პატარა ბიჭუკელა, გიო. ხო და გუშინ ჩამჩა საუბარით ამოსთან. 33 კვირაზე იყო რომ სამშობიაროში წავიდა წნევე რაღაცა ის რა წნევა ჰქონდა რაღაცა და 2 კვირა ვიყავიო ინტენსივშიო და რა ქვია 35 კვირაზე დაიბადა პატარა. ანუ 2 კვირა გამაჩერეს იქაო. კარგად არის მშვენივრად არის ინკუბატორსაც გადარჩა და მშვენივრად არის. და მე ზოგადად არც შიშარა ვარ და არც რაღაცის აყოლიება, უბრალოდ ძილის წინ ვეჭორავე და ჩამრჩა გონებაში. ეგ ამბავი. მთელი ღამე მეგონა რომ სამშობიაროში მივდიოდი ხალხო. იმიტომ კი არა რომ ან მეშინოდა და ვაიმე და ნუ ეხლა ჯერ პატარა 33 მაგ პერიოდში ვარ მე 33-ზე და მაგრამ ისა მთელი ღამე მეგონა რომ სამშობიაროში მივდიოდი. გამეღვიძებოდა, გამოვიხედე და არა ბადა და აქახაშვილო დაწედა იზი მილიონჯერ გამეღვიძა სამშობიაროს გზაზე მიმავალს. ხო და არა, ჩემთვის სხვა ჯერ ადრე არის. ეგ შეიძლება სადღაც 4 კვირაში დაიწყო უკვე ფიქრი რეალურად. 37 კვირა უკვე. ნინო აი ბარბარე დაიბადა ეგ 37-38-ზე. ნინოც დაახლოებით აიკერა მაგას ასაკში. ასე რომ აი სრულ ერთ თვეს ვადლევ ჩემ თავს 4 კვირას ყველა ვარიანტში. რა თქმა უნდა თუ არ გადავიტვირთები და რაღაცა რა. წეგან დედამაც დამირეკა ამოვალო. დღეს სახლში არის და რაღაცაში თუ გააქვს მისახმარებელიოს ჩამოვდღო და ჩამოხევია გაშეტანა გატანი. მე ვთქვარი არა, всё. ანუ ჩემი საქმე აღარაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ გავლა გამოვლით ამ მტვერი გავწვიდო და გამოვასუფთავო, რომ მტვერი არ გქონდეს უბრალოდ და სხვა ოთახებში არ შევიდეს, თორე სხვა ფიზიკურად მე ვერ გავაკეთებ. შარშან თუ გიფსოკარდონის დაჭერაში ვეხმარებოდით მე და იოანე. ანუ ჩვენ
მუშებიც ხო ჩვენა ვართ და ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ, რაც კი რამე გაკეთეთ. ხო და ფიზიკურად მე აღარ მივეხმარები და ვეღარ მივეხმარები. ანუ ჩემი საქმე იქნება ბოლოს უკვე რა, რომ რა ქვია სპარიელი ერთი ბევრი დაუჭირო ხოლმე რომ ზოლზე ჩამოვი, მაგასაც დიდი ის არ უნდა შრომატევადი რაღაცა არ არის. და ბოლოს უკვე დალაგების პროცესი ყველაზე კარგი რომ გადაამთავრებ და რაღაცა. აი მაგაში მივიღებ მონაწილეობას რა. ხოდა დღეს შენ თუ გინამო აქამდე მისახმარებლად არ მითხარი, მაგ ყველაფერი მზად არის უკვე. ბაბა ჩაუმიტანია და მომიწყდა. აი ესე. წვადილობიო მაგას გაკეთებული. ჯერჯერობით სხვა საჭმელს არ გავაკეთებ არაფერს, აღამოს კი შეიძლება ერთი სალათი გავაკეთო და ეგ იყოს. ცხელა. ეხლა რაც მეზარება ადგომა და ქათმებთან შესვლა და გამოშვება ქათმების. არაფერი არ უნდა კარი გაუღო, მაგრამ მე სიკვდილება. მოდი ახლა დავიწყებ მე ამის გასუფთავებას. რავი რა მე რა საქმის გამოვიჩენ კაცმა არ იცის. იცი რა მინდა დღეს გავაკეთო. ქვების გოგო რომ აქ დაწყებული ოდესღაც ალბათ 1 წლის წინ. დახატული მაქვს, ქვები უნდა დავაკრა მარტო ფერებით, ფერადი ქვები მაქვს და უნდა გავლაკო. იქნებ ეგ გავაკეთო თქო. ნახოთ რა ხაზიძები იქნებით მოკლედ. არ გახვიდე გარეთ. ქცე. ხო და გასაუთებლებიც მაქვს რამდენი ამ დღეს სხვა გამიუთოვებია, მარტო ხსნიდი ეს ბანკეტობის მერე და რაღაცა არც ერთი არ გამიუთოვებია არაფერი და კალათაც გავავსე. ზემოდანაც ალაგია. გუში საბნები ჩავალაგე, ვაიმე ძლივს ჩავტიე საბნები. ჩემთან და იონეს საწოლში. და ის ჩიხოლებიც გასარეცხი მაქვს, იმიტომ რომ ისინი ამოვიღე დასაფარებლები ზაფხულის და პაკრიველებს ვეძახდით ხოლმე ჩვენს ბავშვობაში. აი საქმიანობები მაქვს რაში გადაში მშვიდობაში. ისიც განიხილება შუაში რომ უნდა დაწვედა და იცი. ნუ დაისვენო მაინც. შია. ხოდა მოდი ჯერ შერჭამ. მე ამას გავაკეთებ და იქამდე იქნებ სადმე მაღლა ოთახში მოხვდე, სპეციალურად არ მინდა რომ ბამბისთვის ავიდე მაღლა გაიგე და აი იქნებ გავლით ვიყო და ბამბას ჩამოვიდე რომ გავიცალო. კოკიც უნდა ჩამოვიყვანო აბანაო. ხო მე ავიღოთ ფურცელი და ჩამოვწეროთ რა უნდა ვიყიდო. ეხლა მაღლა კრეშაში მაქვს მე ანუ რა დამჭა საყიდელი უფრო სწორად რა. ეხლა რაც მახსოვს ის არის რომ უნდა ვიყიდო თეთრეული ბატარის, ვაპირებდი მეთქი ნაჭერს ვიყიდი და შევკერავ თქო და ოღონდაც არა. მერე ვიყიდი თუ რაღაცა ერთხელს ვიყიდი ჯერ 10 მინა მეტი. საბანი უნდა ვიყიდო, მატრასი მაქვს. ფისო შემოდი ფისო. მეშინია გარეთ რო გადიან. ხალათის მაგვარი რამე მინდა, მაქვს ხალათი, მაგრამ არ აი თხელი მინდა ზაფხულის. ფუფულეს ხო წავიღებ იქ. მაგრად მოვტყუდი წინაზე მე შოპმარინაში ვნახე. კაბა ხალათივით იყო, მაგრამ იდეალური იყო სამაგისო. მაგრად მოვტყუდი რომ არ ვიყიდე. ეგ მინდა. ტანსაცმელი მიუხედავად იმისა, რომ მაქვს და ვიყიდე რაღაცები და ჩემმა მულმაც 3 დიდი პარკი მაქვს სავსეო ტიტეს ტანსაცმლით. ბევრი ახალი რაღაცა მინდა რომ ერთი ხელი ვიყიდო. გამოსაყვანი ახალი ტანსაცმელი, მაგრამ ბევრი ახალი მაქვს თან. უბრალოდ რატომღაც მინდა რომ მე ვიყიდო. ეგ მაქვს საყიდელი, ესე უნდა ჩამოვწერო რა მოკლედ რომ ერთი წასვლითაც ეგ ყველაფერი მოვიტანო. შემოხვედი? ბუერა.
მანქანები დადიან ძალიან და მეშინია ეგ რო გარეთ არის. ზოგადად უკვე კატა რო გარეთ. შემოვიდა? დაუძახე, შენი შვილი არ არის, რას მიყურებ? წავიდა ის ახალ შვილთან და ეს მე მომიგდო. და კიდე რაღაცა უნდა მეყიდა. ხო, გადასაფარებელი მინდა საწოლისთვის. აი ჩვენი საწოლს როგორც აქვს, ასეთი პატარებიც იყო. კი მაქვს ადიელა, ლაშას მამიდის ნაყიდი, დოდო მამიდას ნაყიდი ადიელა და გადავაფარებ მაგას, მაგრამ მინდა რომ აი ჩვენ ერთ ფერში რო იყოს, არ მინდა ძალიან ავაჭყატუნო, რა ქვია, ოთახი რა. რადგან მინდა შეივსო ოთახი. ამით მეც ახლა რაღაცა ყვავილები შევზიდე რა და აი ერთ ფერში მაინც იყოს რომ ვიზუალურად ეფექტი იყოს სივრცის ღია ფერები. თორე გავრეკავ. მე ჩავიდა მზე. ადექი მანანა ტყუილა გეზარება ჯერ ქათმებს ვაჭმევ. პატარა წიწილებს მე საჭმელ შევჭამ და მე ამებს გავუკეთებ. რატომ მოვიდო მე წითელი ღაღანა მანიკური არ ვიცი. უბრალოდ ფრჩხილი რომ აქ გაზრდილი, მეც გამიკვირდა რომ გამეზარდა ფრჩხილი. მაგიტომ მინდა. თორე რავი აი საღამოს თუ ვიდეოს დავდებ და ვიდეოს დადებას მოვახერხებ, განახებ თუ აღარ მექნება. უბრალოდ წავისო ზემოდან, მაინც ხოლმე გავიცავ და მაინტერესებს როგორი წითელია. შვენიერი. ისე რო არ გავიცალო შორე და ზემო და გადავიტარო. შორენას ისტერიკა ემართება მაგაზე. ეკონომიურად წასული იმის მანიკურზე. დაიმუჭრის დალაგებაც მინდა, მაგრამ ეს არის იცი რა არის? დაზარება ერთია და ასე ვთქვათ აი ერთ დღესაც შევიფერებ. მე მაინც სმირნაზე უნდა ვიყო, მოსწრებაზე უნდა ვიყო, გაიქეზე უნდა ვიყო და გამოიქეზე უნდა ვიყო და აი მაგ ყველაფერში ჩავტევ ყველაფრის დალაგებას. იქ თუნდაც პატარას რო ეძინება, ისეთ პერიოდში უნდა გავაკეთო ის რაღაცა, რომ ცოტა ახლო ვიყო ტერიტორიაზე. დაბლა ვიქნები, რა ვიუეცდები, დაბლა მყავდეს, ანუ ახლო ვიყო რა. ხო და რადგან მაინც მოსწრებაზე და რაღაცაზე უნდა ვიყო, ამ ერთ თვესაც, აი ესე გათხლაშული შევირგებ. გეზარება რა პრობლემა ერთ თვეში გააკეთებ. არც არაფერი. მოკლედ გადავწყვიტე სამშობიაროდ რომ წავალ ბოკერიაში. იმიტომ რომ ვისთანაც გავაჟღერე ეგ თემა, ну ზოგადად სამშობიარო ისეთი თემაა რომ ვიღაცას კარგი გამოცდილება აქვს, ვიღაცას ცუდი, ვიღაცას იგივე არის ხა აი პრესტიჟური სამშობიაროები როა, კერძოებიც რო არის. თუნდაც გაგუა, მე არ მიყვარს. თუმცა ბევრი კარგი შემთხვევა, ხა ჩემი მაზლიშვილები მანდ არიან და დაბადებულები და იდეალურად არიან ორივენი და ორივენი ცნობენ თავს ძალიან კარგად ღმერთის მადლით. მაგრამ დანიელიც გაგუაშია დაბადებული და კი იცით დანიელის მდგომარეობა. და დანიელის ნაირი მან დაბადებული ბავშვი არაერთია ეგეთი სიტუაცია. ნუ შემთხვევა არის სამწუხაროდ ხდება ეგეთი შემთხვევები. უბრალოდ სამწუხაროა რომ ეგეთი ადამიანები და ექიმები აგრძელებენ სხვის გაუბედურებას. ხო. ნაცნობები მყავს რომლებიც მუშაობენ იქ გაგუაში არა ბოკერიაში. ჩემი მეგობრები და ექიმსაც რო ვუთხარი რომ ანუ ჩემთვის მოსახერხებელია, იმიტომ რომ ახლოა. ყველაზე ახლო ეგ არის. არამიანში ყავს სამივე გაჩენილი, ეგეც არ იყო შორს, უბრალოდ დაიკეტა. ეხლა მე ხوار შევანგრევ კარებს. ხო და პრესტიჟულია ჩემი მაგ მხრივ რომ ახლოა. ხო და ჩემთვის ახლო საავადმყოფო კარგია. როგორც კი ვიგრძნობ რომ მუცელი მტკიდება ძალიან მალე გავაჩენ ხოლმე ბავშვს და
ამიტომ ეგ პირველი მომენტია, რომელიც ყველაზე მთავარი და გასათვალისწინებელი, რომ ახლა უნდა იყოს. მეორე ის, რომ მიქეს, მეგობრებმა და მესამე ის, რომ ჩემს ექიმს რო უთხარი, რომ ანუ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ამას ვფიქრობ თქო, ძალიან კარგი არჩევანია, კარგი ხარხი ყავს ბოკელიას სამშობიარო სფეროში. ნუ სხვები არის ერთადერთი შეხება ბოკელიასთან, რაც მქონდა. მე რა მქონდა, ლაშას აქ ახლა შეხება, რომ მან დიწვა, თითი რომ მოიჭრა თუ გაიჭრა. და შეხება მქონია ის, რომ ორჯერ ორი კურსი ჩავატარეთ იოანეს, რო ჯერ ზაზუნა მოკვინა და მე ძაღლმა. და აცრები ჩავატარეთ მან. დანარჩენი შეხება არ მქონია ეგეთი რა და რაც გამარკვერავი, კაი სიტუაცია მოკლედ მაგ მხრივ და ჩემთვის კიდევ თავარი ეგ არის. ერთადერთი უნდა გავარკვიო, რა მჭირდება, თქვენ თუ იცით, მითხარით, თუ ვინმეს გქონიათ აი ამ პერიოდში შეხება, რა მჭირდება იქ წასაღებად. არამიანში მახსოვს, რომ პამპერსები წავიღე მე, ოღონდ ნინოზე აღარაფერი არ წამიღია გარდა ტანსაცმლის. ხო და ეხა არ ვიცი რა, როგორანაირად რა ხდება რა და. აი მაგის გარკვევა მინდა, სხვა არაფერი. მოვიდა რა, თითქმის მოვიდა, ის სრული ერთი თვეღა მიმიცია ჩემი თავისთვის. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთი თვე მივცე. გადატვირთვის გარეშე და რაღაცა რა, იმიტომ რომ ჯერ არ არის იმასაკის, რომ დაიბადოს და არ არის იმასაკის, რომ ხო, ანუ არის რისკები. ამიტომ მარტო ის, რომ არ იქავეცე და ყველაფერი ჩამოვუბრუნდა და ჩამოვუბრუნდა, არაფერი. აი ესე ვძივარ. აბლაბუდაა სადმე რო დააკვირდა ის აბლაბუდაც უხდება. ლამაზად არის გაკეთე. ეხლა აღარ არის ვუყურებ სად დავჩამეთქი და არ არის. როგორ ლამაზი ნაშრომია, იყოს ის აბლაბუდა, რას დაეცეთ. იყოს. მოჩ, დაიდი, ხა. ხო და ასე გავიხანგრძლივებ სახში ყოფნის პერიოდს. არა ჩემთვის, არამედ ბავშვისთვის, რომ უფრო იმ ასაკის დაიბადოს, რა ასაკისაც უნდა დაიბადოს და არა დღენაკლური, იმიტომ რომ დედა გადაირია და ეცა მოგლიჯა მოვდღნა, დარეცხა, დახეხა ყველაფერი. ხო და ეხა ჩემთანს უთხარი, რომ დაყენდი. მტვერი იქნება თუ მატლი მიდის თუ ლოკოკინა მიდის თუ ბაყაყი დაახტუდა, ციხტუდაოდ. მორჩ. ხო სწორებად. გამიშრეს. ან საერთოდ სადგუჩქარება ხოლმე. ნუ რაღაც მომენტში შეიძლება აი გეჩქარებაი რომ აი ვიღაცა მოდის და ახლა მაგიდა ყავა რომ დალონეს, მაგიდა უნდა გაწმიდო და რაღაცის მოსწრებაზე იყო. აი ხარ ამიჩქარება. აი რო ავდგე და ვიჩქარო, რა უნდა ვიჩქარო? გიფსოკარტონს ავაკრავ თუ გიჟივით ცხაჯა გამოვწმიდო? იცით რა. ეხლა ერთ ორ დღეში გამოვწმიდო. ერთადერთი სარეცხს დავფენებ, მაგასაც მე არ ვრეცხავდა. თქვენ კარგად იყავით. ხანდახან საჭიროა სიზარმაცე. ოღონდ სიზარმაცე საჭიროა, იმიტომ რომ საჭიროა. აღდგა ის. ვინო? რა ნინოს გარდა წევს კიდევ ვინმე იქ. ეს დამალე. ფუტონას უშვი. თუმცა ეხლა შილაკია გაქაც. რომელია საათი? რასა რომ ვიცოდე, კაია. 11. ერთად რო თქვა ხოლმე ეგა? აი არ უნდა მივხვდე რომ რასაკლია 10 აიხა. პრინციპში ხო 11-ისთვის ადგები ხოლმე, ეგევე უნდა მივხვდე. 12-ისთვის. ცეკვა გაკ? არა, უშაბათია. ნინოს ააკნეტა. არა. ამერია. მოკლედ წავედი ხალხნობა, თქვენ იცით. გეგმას მივყვეთ, ჯერ ქათმებს ვუშვებთ და მერე ვჭამთ. მერე ფჩხილებს ვიკეთებთ. დანარჩენ მერეზე მერე ვიფიქროთ.
აბა ჰე, მაგრად ვიყავით. ეხლა აქ მუქი ჩანს, იმიტომ რომ ამ ფერზე მისვია. თორე ისე ღია, აი. ადგაჯარი. აბა ჰე, მაგრად.